მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ კომიტეტის სხდომას, ქორუმი გვაქვს, დღის წესრიგით არის ორი საკითხი გათვალისწინებული, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობთ. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2019 წლის 27 ნოემბრის საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასწრაფო შეთანხმების გაუმჯობესების პროექტი, რომელიც არის აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის შორაპანი არგვეთის მონაკვეთს ეხება ნომერ-მეორე ცვლილების წერილის შეთანხმება. მომხსენებელი ქალბატონი მზია გიორგობიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ქალბატონი მზია. წარმოგიდგენთ რატიფიცირებისათვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას, რომელიც გაფორმებულია წერილის შეთანხმების სახით. ცვლილება ხელმოწერილი არის და მიკუთვნებული არის მხოლოდ სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული სესხის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ერთი გზის მონაკვეთის განხორციელება, ეს არის შორაპანი არგვეთას მონაკვეთი და ეს უკვე დასრულებული არის. და სამუშაოები უკვე დასრულებული და როგორც მოგეხსენებათ უკვე ფუნქციონირებს აღნიშნული გზა და ჩვენ ახლა ამ ეტაპისათვის ის ორი კომპონენტი რომელიც არის ასე ვთქვათ გაუმჯობესებისათვის როგორც გზების მოვლა შენახვის ნაწილში ასევე ზოგადად გზების დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის ამ კომპონენტის დასრულებისათვის გჭირდება აღნიშნული ვადის გაგრძელება და შემოთავაზებული არის 2027 წლის 31 დეკემბრამდე ვადის გაგრძელება, ხოლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის 30 სექტემბრამდე. სესხის მოცულობა, როგორც მოგეხსენებათ, იყო 255.100.000 евро. 26 წლიანი სესხის ხანგრძლივობა იყო 11 წელი შეღავათიანი პერიოდით, დამოკიდებული იყო საპროცენტო განაკვეთით ცვლად ევრიბორს პლუს 0.7% და ვალდებულების გადასახადი წლიური 0.15%. სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება, ჩვეულებრივ ხდება ამის გაგრძელება. მადლობა. ხები თუ გაქვთ საკითხთან დაკავშირებით? მე მგონი არა გასაგებია ყველაფერი, კი ბატონო. გთხოვთ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე ეს გადავადება, მადლობთ. საკითხი განხილულია და გადაწყვეტილი არის. მადლობთ ქალბატონო მზია. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2019 წლის 9 დეკემბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასწრაფო შეთანხმების ჩვეულებრივი ოპერაციები საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა ნომერ-მეორე ცვლილების წერილის შეთანხმება. მომხსენებელი ნინო ენუქიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე. გთხოვთ ქალბატონო ნინო. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ 2019 წლის 9 დეკემბრის საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ-მეორე ცვლილების წერილ შეთანხმების პროექტს. როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველად პროექტში ჩართული იყო რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სივრცითი კომპონენტიდან გამომდინარე 2023 წელს ვინაიდან შინაარსობრივად ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ გადმოვიდა სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტო, ეკონომიკის სამინისტროს კომპონენტი და განმახორციელებლად სივრცითი სააგენტო დაემატა ხელშეკრულებას, ასევე ცვლილება იყო მაშინ 23-ში განხორციელებული. თვითონ სესხის მოცულობა, პირობები ფინანსური არაფერი არ იცვლება. თანხა 13.550.000 ევროა, 15 წლიანი ვადა აქვს ამ სესხს, თავდაპირველად 3 წლიანი საშეღავათო პერიოდი იყო და შემდგომ დაბალი პროცენტი. ამ ეტაპისთვის მოთხოვნილია ვადის გადაწევა 2025 წლის ბოლოდან, ვადა უნდა გადაიწიოს 2028 წლის 31 მაისამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ აზიის განვითარების ბანკთან, მოგეხსენებათ თქვენ, რომ პროცედურები, რომლებიც ტარდება, არის რთული. რიგი ესე იგი გამოცხადებული შერჩევები და ტენდერები ვერ შედგა, რიგ შემთხვევაზე ტორი შეიცვალა და აქედან გამომდინარე, მოკლედ დამატებითი ვადა გვჭირდება იმისთვის, რომ უკვე დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. ასევე მეორე ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის ამ
წერილ შეთანხმების ტექსტში წარმოდგენილია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელი ვინაიდან შეიცვალა, სახელიც დაკორექტირდება. შესაბამისად, გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი. მადლობა. შეკითხვები თუ არა გაქვთ, მაშინ დავამტკიცოთ ეს მეორე საკითხიც. ამით კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორისოვე საკითხი გაანიხილა, გადაწყვეტილება მიიღო და კომიტეტის ხმობა დახურული არის. დიდი მადლობა ყველას.